შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი, რომელიც ამერიკის თავდაცვის პოლიტიკასა და ხარჯებს განსაზღვრავს, საქართველოსთან დაკავშირებულ ჩანაწერებსაც მოიცავს. კანონპროექტს მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 212-მა მისცა ხმა. დოკუმენტი შეერთებული შტატების თავდაცვისთვის რეკორდული მოცულობის $1.150 მილიარდი გამოყოფას ითვალისწინებს. საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერი რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შეფასებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ საქართველოში არსებული გავლენები და მოამზადონ შესაბამისი ანგარიში. კანონპროექტს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები საქართველოშიც. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს შესახებ ჩანაწერი მნიშვნელოვანია და ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მომავალზე გავლენას მოახდენს. მათი თქმით, დოკუმენტი ამერიკას საშუალებას მისცემს შეაფასოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენები და განსაზღვროს პარტნიორობის შემდგომი მიმართულებები. ოპოზიციის შეფასებით, საქართველოსთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია დამოკიდებული იქნება როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ისე მის საგარეო კურსზე. კანონპროექტი ახლა სენატში გადაინაცვლებს. მისი დამტკიცების შემთხვევაში საბოლოოდ ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა. მარკო რუბიოს კი განსაზღვრული დრო ექნება საქართველოს შესახებ საიდუმლო ანგარიში მოამზადოს.